აი ხა ძალიან მოკლედ რო ვთქვა მე ამ ასოციაციების ძირითადი სამუშაო რა იქნება? ხო, ამის გამოფენა იქნება ფესტივალზე და შემდეგ ეს ახალი ინფორმაცია მოიტანოს და გავრცელოს თავის წევრებში. როცა მინიმუმ 40% მაინც შიდა ბაზრისა უნდა იყოს დაკავებული პატარა მეწარმეების, მცირე მეწარმეების მიერ. რაჭაში გლეხის მატერიალური შემოსავალი არის იმდენად მინიმალური, რომ იძულებულია რაც კი ბარდება, ყველაფერი ჩააბაროს. მე მგონია 10,000 კაცი მოვა იქა და გაგვაგზავნა. ყვანჭკარა რომელია? ერთი 2 წლით რო წინ იყო. ორგანიზებული როგორ არის ხალხი. ეგრეთ დღეს ამოვედით რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმის ორგანიზების შევხვდით მენახეებს, რომლებიც არიან დაინტერესებული, რომ ამ ასოციაციის მუშაობაში ჩაერთონ. ჩვენ მოვუყევით ასოციაციის მიზნები, საქმიანობის პრიორიტეტები და ქონდა ძალიან კარგი დიალოგი. არის მე ვიტყოდი, ვიცით თქვენ რომ დავდივართ საქართველოში რეალურად იგივე საქმეზე და გამორჩეული ინტერესი არის მართლაც რაჭაში. ასეთი დაინტერესება, ასეთი ჩართულობა ძალიან ძნელია რომ სადმე კიდევ საქართველოში იპოვო. იცით რომ 31 აგვისტოს ჩვენ გვეგმავთ რომ ამ ასოციაციის საქმიანობა გავხსნათ რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალით და მე როგორც უკვე დავწმუნდი, აქ იქნება განსაკუთრებით საინტერესო ღვინოები წარმოდგენილი, საუკეთესო ღვინოები, თან დიდი რაოდენობით, დიდი მრავალფეროვნებით. ყველას 4 საათზე 31 აგვისტოს ვეპატიჟებით რაჭაში, მორზანდით, გელოდებით რაჭაში. რაც შეეხება ასოციაციის დაფუძნების იდეას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო იდეა და იგი ძირითადად ხელს შეუწყობს ოჯახური მეღვინეობის განვითარებას. ასოციაციას ეყოლება იმ ტიპის კვალიფიციური სპეციალისტები, რომელიც გლეხ მევენახეებს, მეღვინეებს და ეხმარებიან შექმნათ თანამედროვე სტანდარტის ღვინოები, რომლის რეალიზებაც სავსებით შესაძლებელი იქნება ბაზარს. ჩვენი მეღვინეების დამზადებული ღვინო შევქმნათ ისე რომ გავუხსნათ ახალი გზები და გქონდეთ მათ ინტერესი რომ მეტი პროდუქცია დაამზადოთ ტრადიციული მეთოდით და მეტი შემოსავალი ნახონ და მეტი ინტერესი გქონდეთ განვითარების.